ქალები პოლიტიკაში. ისიც ქალი ნაკლებად აგრესიულია და გადაწყვეტილების მიღების დროს ის უფრო მოქნილია და წინდახეთული. ქალი სიცოცხლის საწყისია და მომავალს ქმნის და კიდევ იმიტომ რომ მას შეუძლია გააუმჯობესოს პოლიტიკა. ქალებს უფრო ახლოს მიაქვთ გულთან სხვების გასაჭირი და პირებებსაც არ ივიწყებენ. ქალები მოგეხსენებათ ძალიან დიდი დიპლომატები არიან. კაცები ცოტა უფრო ხისტები გამოდიოდნენ. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ქალები პოლიტიკაში. მოგესალმებით, დღეს პარასკევია, საღამოს 9:09 ტელეკომპანია თანამგზავრის ეთერში მუშაობას იწყებს თოქ-შოუ დიალოგი. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია და ტელეკომპანია თანამგზავრი მხარდამჭერებთან, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან ერთად წარმოგიდგენთ გადაცემას ქალი და პოლიტიკა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ქალბატონები, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. Გიდგენთ მათ ქალბატონი ფიქრია ყუშიტაშვილი, თეატრმცოდნე, ჟურნალისტი, ქალბატონი ლია ჯანაშია, პროფესორი, განათლების აკადემიის აკადემიკოსი, ლალი კბილაშვილი, პარტია თავისუფალი საქართველოს თელავის რაიონული ორგანიზაციის წევრი და სვეტა ნინიკელაშვილი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიზაინის ფაკულტეტის პედაგოგი. ასევე ჩვენ სტუდიაში მოვიწვიეთ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები თინიკო ხანჯალიაშვილი, USAID-ის დემოკრატიული მმართველობა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის კოორდინატორი და დავით ღონღაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ბემონის თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მობრძანებისთვის. დღეს ჩვენ კვლავ ვიმსჯელებთ საკითხზე, რატომ გვჭირდება ქალები პოლიტიკაში, თუმცა სანამ უშუალოდ სტუმრებს მივცემდე სიტყვას, მანამდე ვნახოთ მიმოხილვა პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის თემაზე პროექტის ფარგლებში. უკვე საქართველოში მოქმედ 11 რეგიონულ არხზე იმსჯელეს ამ საკითხზე, ვნახოთ ამონარიდები გადაცემიდან. რატომ ჭირდება ქალები პოლიტიკაში? როგორია ქალის ჩართულობა პოლიტიკაში? რა წინააღმდეგობებს აწყდება და რა მიმართულებით არის მათი პოლიტიკური საქმიანობა უფრო შედეგიანი ვიდრე მამაკაცების? ამ თემების განსახილველად ტელეკომპანია თანამგზავრმა და გარბმა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა და USAID-ის მხარდაჭერით გადაცემათა ციკლი ქალი და პოლიტიკა მოამზადა. რეგიონული ტელევიზიების ეთერში 12 გადაცემა გავიდა, სადაც საზოგადოებისათვის ცნობილ პოლიტიკოს ქალებთან ერთად ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩართული მანდილოსნები და ექსპერტები მონაწილეობდნენ. პოლიტიკა არის მეტად აგრესიული დღეს საქართველოში, არის არაკომპრომისული. აი ეს არის სწორედ სოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ქალები ასე თუ ისე წარმოდგენილი არიან და ბალანსი დაცულია, იქ გადაწყვეტილებები უფრო მიდის კონსენსუსის გზით. მოსახლეობის უმრავლესობა თვლის იმას, რომ მამაკაცი არა მარტო ფიზიკურად, არამედ გონებრივადაც არის ქალზე მაღლა მდგომი. ქალი ყოველთვის ასოცირდება როგორც დედა, როგორც მშობელი, როგორც მეუღლე. ოჯახი, დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან, თვითცენზურა, ტრადიციები და შეხედულებები. ეს იმ საკითხთან მცირედ ჩამონათვალია, რომელიც ქალის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელის შემცველ ფაქტორებად მიიჩნევა. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ქალს ბავშვობიდანვე აჩვევენ რა არის მათთვის მისაღები და რა არა, რაც შემდგომში კომპლექსს იწვევს. ქალი როგორც ლიდერი ოჯახშივე არის დაკმინებული. ქალს ლიდერის ფუნქციის ტარების უფლება აქვს ზოგადად ჩამორთმეული. პრობლემა არის თვითონ ჩვენშივე, ქალებში. ყველა გვეუბნება, რომ თქვენ გაქვთ პირადი, ესე იგი თავისუფლება, ფართი ასპარეზი, კი ბატონო, მოგიძანდით, მაგრამ ხომ არ გვეშინია პასუხისმგებლობის ჩვენ თავზე აღების. საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობა განსაკუთრებით რთულია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისათვის. აქ მიიჩნევენ, რომ ქალის უპირველესი მოვალეობა ოჯახის მოვლაა და მამაკაცთა ამ მოსაზრებას თავად სუსტი სქესის წარმომადგენლებიც ეთანხმებიან. სამიდა ბაირამოვა იხსენებს, რომ მის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას მეზობლებისა და ნათესავების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. რას ეძებს შენ გოგო ტელევიზიაში, რას ეძებს შენ გოგო საზოგადოებაში აქტიურა, არ ფიქრობ შენ უფრო მნიშვნელოვანი თავისი ოჯახი
სამსახური მეორე რიგშია, პირველ რიგში თავისი ოჯახია და მე სამსახურია. გადაცემის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ ქალების პოლიტიკაში ჩართულობა სოციალური ჯანდაცვისა თუ მშვიდობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. სტუმრები მიიჩნევენ, რომ ქალი უკეთ მუშაობს საკითხებზე, რომლებიც მასთან ახლოსაა. ქალს უფრო მეტად შეუძლია დიპლომატიურად, კონსტრუქციულად მიიღოს გადაწყვეტილება. პოლიტიკაში ქალი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის არის ძალიან დიპლომატი. მას ადვილად შეუძლია კონსენსუსის მიღწევა. ექსპერტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიები გენდერული კუთხით დღევანდელ არჩევნებში წახალისებულები იყვნენ, მხოლოდ რამდენიმე მათგანის პარტიულ სიაშია 20%-ზე მეტი ქალი წარმოდგენილი. სპეციალისტების აზრით, ქალი ბუნებით დიპლომატია და ამიტომ პარლამენტში ქალების დიდი რაოდენობით შესვლა ბევრ საკითხს უნებათაღების გარეშე გადაწყვეტს. ჩვენ პირდაპირ ეთერში უბრუნდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაცემის მსვლელობის დროს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 23 28 დააფიქსიროთ თქვენთვის სასურველი კითხვა, ან გამოთქვათ საკუთარი მოსაზრება ქალის პოლიტიკაში ჩართულობასთან დაკავშირებით. ქალბატონებო, უამრავი მოსაზრება მოვისმინეთ სიუჟეტიდან, თუ რატომ არ უნდა იყოს ქალი პოლიტიკაში? თქვენ როგორ ფიქრობთ, რა აბრკოლებს ქალების მონაწილეობას პოლიტიკაში? ქალბატონო ლია. ქალის პოლიტიკაში ყოფნა არა მარტო საჭიროა, არამედ აუცილებელიც. იმიტომ რომ ქალში კოდირებულია ეს ძალიან დიდი სითბო, მას ლავირება შეუძლია ბევრ რამეში. იგი ყოველთვის ცდილობს, რომ მოვლენებს შორის განსაკუთრებული კავშირი დაამყაროს, რაც შეიძლება რბილ ტონალობაში. ამიტომ ჩემი აზრია, რომ ქალი აუცილებლად უნდა იყოს პოლიტიკაში. აუცილებლად. მე თქვენს ყურადღებას შევაჩერებ უბრალოდ ერთ პატარა მომენტზე. თვითონ სიტყვა ქალი. აი დაუკვირდით. სითბო მოაქვს, როგორც სიტყვის სიტყვა ქალს. აბა ვთქვათ კაცი, იქ უკვე ჟღერს რაღაცა სიმკაცრე, ხო? რაღაცა უფრო. კაცები უფრო დაუნდობლები და ხისტები არიან. ქალები უფრო მობიერები. ოდითგანვე გაიხსენეთ, აი ორი კაცი, რომელიც ხანჯალამოწვდილი ჩხუბობდა, საკმარისი იყო ქალი გამოჩენილიყო, რომ ეს ჩხუბი იმ წუთში ცხრებოდა და განგანზე დგებოდნენ. ესე იგი ქალს რაღაცა ძალა აქვს ასეთი. ამიტომ ჩემი აზრია, რომ ქალები მრავლად უნდა იყვნენ პოლიტიკაში, მაგრამ ქალი, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება ცხოვრებისეული, არის ჭკვიანი, გონიერი, ყველა ქალი ხომ არ შეიძლება რომ პოლიტიკაში მიუშვა, მაგრამ თუ ასეთი ქალი არსებობს, ისინი ოდითგანვე არიან ძალიან კარგი დიპლომატები. ჩვენ ვიცით ამის ისტორია, თუ ქალი რაოდენ დიდ როლს თამაშობდა პოლიტიკაში. და როგორ მიყავდა ეს საქმე შედარებით მობიერად და შედარებით წარმატებულად. ამიტომ მე მეჩვენება და უпростоრად ფიქრობ და აზრიც ასეთია ჩემი, რომ დიახ, სწორედ ქალი უნდა იყოს პოლიტიკაში აუცილებლად. ამბობენ, რომ ქალი ოჯახში უნდა იყოს, დედა უნდა იყოს, შვილები უნდა გაზარდოს, მეუღლეს უნდა მიხედოს. იცით რა, იქაც დაუგვირდეთ ახლა ჩვენ. კაცი როგორც არ უნდა ძლიერი იყოს, რაც არ უნდა შემოიტანოს სახლში, თუ იქ ქალმა თვითონ არ მოახდინა აი ამისი ლავირება და თვითონ არ მოარგო თავის ოჯახს ის ყველაფერი, ეს ფუჭად ჩაივლეს. ვერაფერს ვერ გააკეთებს კაცი. ამიტომ ქალს აქვს ეს კოდირებული, არის ქალში. ამიტომ ქალი ყოველთვის უნდა იყოს პოლიტიკაში. ქალბატონო ფიქრია, რა არის მთავარი დაბრკოლებები, რაც გენდერული პოლიტიკის სრულყოფილად განხორციელებას დღემდე ხელს უშლის? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დაბრკოლებები ახლა ჩვენ ასე დიფერენციაცია რო გავაკეთოთ, ალბათ უნდა უპირველეს ყოვლისა ზოგადად ვიმსჯელოთ, თუ რა ადგილი უკავია დღეს ჩვენ სინამდვილეში ქართულ საზოგადოებაში ქალბატონებს. ახლა ჩვენ ვერ დავიწუწუნებთ, თქვათ, ქალი პოლიტიკოსი ქალბატონების, ესე იგი, პოლიტიკოსი ქალბატონების სიმცირით ჩვენს რეალობაში, იმიტომ რომ ყოველდღიურად ჩვენ
სატელევიზიო ეთერით თუ პრესით ხალი პოლიტიკოსები მოძღვრავენ, თავიანთ იდეებს გვიზიარებენ და ძალიან აქტიურად მონაწილეობენ. და ეს ჩვენი უახლოესი პოლიტიკის თანამდები ნაწილია და რაც უფრო მეტად ფორმირდება ჩვენ სინამდვილეში სამოქალაქო საზოგადოება და რაც უფრო ხშირად ვსაუბრობთ ადამიანთა უფლებებზე და მათ შორის ქალების უფლებებზე, მით უფრო მეტად თქვენს გაქვთ როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი. თქვენ რატომ გადაწყვეტეთ პოლიტიკური რიგების დატოვება? აი სწორედ იმ მიზეზებით რომ მე მივხვდი რომ მქონდა რაღაც გარკვეული ილუზიები იმასთან დაკავშირებით რომ მე შემეძლო რაღაცა სიკეთე გამეკეთებინა ჩემი ქვეყნისთვის და საზოგადოებისათვის ამ სარბიელზე მოღვაწეობით და როდესაც მე მივხვდი რომ ჩემი ძალისხმევა არ იყო საკმარისი ამ ნაბიჯების გადასადგმელად მე ვიფიქრე რომ დავბრუნებოდი იმ ასპერას სადაც გაცილებით უფრო ეფექტურად შემეძლო განმეხორციელებინა ჩემი საკუთარი უნარები და მე უბრალოდ წამოვედი ამ სფეროდან და ძალიან მყარათამა გადაწყვეტილი რომ აღარ დავბრუნდე. ქალბატონო სვეტა, ქალბატონებს ქალის და დედის სტატუსი უქმნით თუ არა პრობლემას იყვნენ ჩართული პოლიტიკაში? გარკვეული დროის წინ, ესე იგი, ქალის მახასიათებელი იყო, ესე იგი, ესა ქალი დედა და ქალი დიასახლისი. აი ეს მახასიათებლები დღეს უკვე ამ იმას გასცდა. დღევანდელი ქალი უფრო განათლებული, თანმიმდევრული, პასუხისმგებლობით სავსე, შრომის მოყვარე, ერთგული, მშვიდობის მოყვარე. აი ეს მახასიათებლები უკვე დღევანდელი ქალისთვის ზოგადად ცნობილია მოკლედ. აი ამდენად ეს ყველაფერი ქალს მე მგონი არა მარტო ეს თვისებები ოჯახში აქვს, ოჯახის გარეთაც აქვს ეს ყველაფერი გამომჟღავნების და იმის უნარი. და რაკი ასეთი ერთგული, თანმიმდევრული, ასეთი და ესეთი არის, საზოგადოებრივი დავალებისთვისაც ასეთია ის, მაგრამ ოჯახი მაინც გარკვეულ შეზღუდვას უკეთებს, თუ ძალიან თვითონ არ არის ამისთვის მოწადინებული, რომ ოჯახსაც გაუძღვეს და საზოგადოებრივ საქმიანობაშიც ასე იყოს აქტიურად ჩაბმული და ეხლა პოლიტიკა უფრო ძალიან რთული საკითხია. ჯერ ყველაზე პირველად ალბათ ქალი აქტიურად უნდა იყოს ჩართული უფრო წინა საქმიანობაში. მე აქ მოწეული ვარ ესე როგორც უბრალოდ ერთ-ერთი აქტიური მოქალაქე. ჩემი აქტიურობა იწყება და მთავრდება ადგილობრივ თვითმმართველობის საქმიანობასთან. აი იქ მე ვხედავ იმას, რომ ქალები ნაკლები არიან, 28 დეპუტატი გვყავს და იქიდან მხოლოდ 3-ია ქალი. ისეთ ცოტა ისეთები რომ ვერ იტყვით რომ აი ისეთი აქტიურობა შეაქვთ იმ ან სხდომებზე, ან საკითხის განხილვაში და ასე შემდეგ და ანუ ამბობს რომ მათ არ შეუძლიათ გადაწყვეტილება შეცვალონ, ხო კონკრეტული გადაწყვეტილება თუნდაც საკრებულოს მიერ მიღებული. თუნდაც იმიტომ რომ რა საკითხის არ უნდა გადიოდეს და იქ ქალისგან წამოსული კრიტერიუმებით იყოს გადასაწყვეტი, იმდენად ცოტანი არიან, ეს არის 10%. იმ საკრებულოს დეპუტატებიდან რომ მათი ხმა იმ კრიტერიუმებს ნამდვილად ვერ გადაწყვეტავს. არ ექნებათ ამის საშუალება. ჩემი მოსაზრებაა რომ უფრო მეტნი უნდა იყვნოს. ქალბატონო ფიქრია ახსნა რომ არა ვარ თამაში, რა ვიცი, ღარიბებიო და მე სადაც მაქვს ეს ისინი შეხებები, იქ ვხედავ რომ ნაკლებია ეს პროცენტული რაოდენობა და სანამდე გენდერული თანასწორობის ბალანსს არ გადავლახავთ, იქ ალბათ ქალები მუდამ ასეთ პოზიციაზე იქნებიან, ვერ გაიტანენ თავიანთ ხმას ისეთი იმითი, როგორც თვითონ მადლობა ქალბატონო სვეტა. საინტერესოა თქვენი მოსაზრება. ახლა მინდა პოლიტიკური პარტიის, ამ შემთხვევაში პარტია თავისუფალი საქართველოს თელავის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელს მივმართო. როგორ ფიქრობთ, რა უშლით ქალებს ხელს იყვნენ აქტიურად ჩართული პოლიტიკაში? ჩვენ და განვიხილოთ ზოგადად ქალბატონები, იმიტომ რომ როდესაც სახელმწიფოში არის ასეთი რეჟიმი, არის ძალადობრივი პოლიტიკა და არა თუ ქალის, არამედ
არა ადამიანის უფლებები ირღვევა და ჩვენ ამ ბოლო ხანს ვნახეთ როგორ აუპატიურებდნენ წამებაში კლავდნენ ჩვენს პატიმრებს ასეთი მდგომარეობა ქალთა პატიმართა შორის მათ მიმართ ну როგორ უნდა ვილაპარაკოთ პრობლემები რომ არ ექნება ქალს ქალები არათუ პოლიტიკაში როდესაც ჩვენ გავდივართ ხალხში ჩვენი პარტია ქალბატონები მიკროფონთანაც ვერ მოდიან შიშისგან და ჩვენი ქალები ძალიან ჭირებიან თქოს ყველა პოლიტიკოსი როგორ ვფიქრობთ რა ხდება ეს შიშის რატო ხდება ხშირად თვითონ სახელმწიფო ქალები თავის ისეთ რა ხდება როდესაც სახელმწიფო დაფუძნებულია ძალადობაზე რეჟიმზე და არ არის ჰუმანური კანონები და თვით მამაკაცებს ასე უსწორდებიან ახლა ჩვენს ლიდერს გიორგი მოსიაშვილი ატერორები ყოლი არ დამთავრებენ არა ქალბატონს ეშინია იცით ეშინია რომ მოვიდეს პოლიტიკაში თქვენი ქალბატონები დავამთავრებ ქალბატონთან უნდა ის ქალბატონები რომლებიც გუნდრუქს უკმევენ ამ ხელისუფლებაზე კალმახეცეზნერ ქალები რომლებიც აი ამ წამებრივ ვიდეოებს უყურებდნენ და ტკბებოდნენ აი ესეთი ქალები მიდიან წინ და არიან პოლიტიკაში მაგრამ ის ქალები როცა პროტესტებს ძობა უჩნდებათ ეშინიათ იმიტომ რომ მათი შვილები იქნებიან ძევლები მათ სამხედროში ყავთ შვილები ისინი მუშაობენ ამიტომ უკან იხევენ ეს დედური ინსტინქტია რომ მათ შვილებს რამე არ მაუტეხონ და არ მოხდეს მათი ფიზიკური ლიკვიდაცია აი ეს არის მიზეზი. ჰუმანურობაზე უნდა იყოს სახელმწიფო დაფუძნებული, რომ როდესაც ქალი ხელს მამაკაცებს ასე ატერორებენ, ის უკვე უკან იხევს. შეიძლება გარისკოთ ხოლმე, მაგრამ ის უკან შვილები დგას. აი ესეთი აზრი და მე ასეთი აზრი აქვს ქალის მე როგორც გავდივარ და ხალხთან მოსახლეობას ხვდები და ყოველია ქალბატონო ლალი სხვა მიზეზი რისთვისაც ქალს არ შეუძლია წავიდეს პოლიტიკაში ან არ მიდის ну რა თქმა უნდა ისე ვიძახე ამ სახელმწიფო პოლიტიკა ეკონომიური მდგომარეობა ძალიან ჩვენი ჭირი ქალბატონები გაქცეული არიან საქართველოსთან ემიგრანტებად არიან არალეგალურად და ეს ფონი ეკონომიური ფონი დევს ყველაფერში ეკონომიური ფონი და ყოველთვის ჩვენ ყველა მიცით რომ ქალი მამაკაც ყოველთვის აბალანსებს მამაკაც ქალს არის წარმოუდგენელი მაგრამ როდესაც ქალი ამ დონეზე გაჭირებულია ქუჩაში ზის ყიდის რაღაც თელი დღე გამწარებული უკვე იმას არათუ ფიქრობს ოჯახის გამოკვებაზე და უკვე პოლიტიკისთვის არ მაინტერესებს ძახია შემდეგ უკვე რომ ჩემი ოჯახი გამოკვებო ასეთი გასაგებია მაყურებელს მინდა შევახსენო რომ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 23 28 95 გამოხატოთ თქვენი მოსაზრება რატომ უნდა იყვნენ ქალები პოლიტიკაში ახლა ჩვენს მოწვეულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მინდა მივმართო რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ ქალები უფრო გააქტიურდნენ ქალბატონო თინიკო მადლობთ მოგესალმებით პრინციპში მე ჯერ მინდა უბრალოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი იმასთან დაკავშირებით ქალი რამდენად უნდა იყოს პოლიტიკაში. თავისთავად ცხადია ამაზე ხა ვერ ვიქნებით ნამდვილად ორიგინალურები, უნდა იყოს ქალი პოლიტიკაში. უბრალოდ მე ცალსახად წარმომიდგენია ეს რომ ეს არ უნდა იყოს სახელმწიფოს და ქალის თვითმიზანი რომ მოვიდე პოლიტიკაში. ქალი ამისთვის თვითონ უნდა იყოს მზად და თვითონ უნდა მიდიოდეს პოლიტიკაში და თუ ეს უკვე ქალი თვითონ იგრძნობს მზაობას და წავა პოლიტიკაში, მე მგონი ამით ყველა ბარიერი მოიხსნება არავინ აღარ იტყვის იმას რომ ქალის უფლებები აქ არ არის დაცული იმიტომ რომ ერს რომელსაც აქვს ესეთი გამოთქმა ქალმა თუ მოინდომა ცხრაუღერი ხარკამეთში ვერ დაიჭერს ხო ანუ ქალს თუ მოუნდება პოლიტიკაში წასვლა მე ნამდვილად მჯერა რომ ის წავა პოლიტიკაში უბრალოდ მე მგონია ჩვენი ქალები თვითონ ვერ გრძნობენ ჯერ საკუთარ თავში მზაობას იმისა რომ ვთქვათ რაღაცა თუნდაც დააბალანსონ და იგივე ეს გენდერული ბალანსი იყოს დაცული იმიტომ რომ ნამდვილად ჩვენ ვიცით ამას მაგას ეს ფულიც იმიტომაა გამოყოფილი რომ ალბათ ჯერ უნდა მომზადდეს ეს პიროვნება რაღაცა განსაკუთრებული თვისებები უნდა აღზარდონ მასში რომ ის პოლიტიკოსად აღიზარდოს ისე არ შეიძლება ყველა ნებისმიერი ქალი პოლიტიკოსი არ შეიძლება თუა კი რა თქმა აი ეს გამოყოფილი თანხა სწორედ გადამზადებული არის ზაობა უნდა ჰქონდეს იმას რომ პოლიტიკაში მოკლედ ყველაფერი შეძლოს მზაობა კიდე იქნება მაშინ როცა ყველაფერი მოვახდეთ აი ამ ადამიანების აღზრდას იმ თვისებებით რომელიც საჭიროა სწორედ პოლიტიკაში მოსვლისთვის ეს თანხა ამაზე უნდა დაიხარჯოს და გარკვეული ეკონომიური ქალბატონს ვეღარ ახსდით ბავშვის აღზრდა ეწყება თვეებიდან, ერთი თვიდან და გენეტიკურიც არის და მე მგონია რომ ქალბატონი ჩვენი საქართველოს მაგალითს, როდესაც ჩვენი საცოდავი და ლამაზი გოგონები მიდიან და ცოცხლად მარხავენ, აი თურქეთში თქვათ რომ ისინი არ დახვდებიან რომ მათთან კონტაქტი დააყარონ სექსუალური. მე მგონია რომ
და არ ვეთანხმები რომ აი ქალია და ის არის ძალიან მობიერი. დავინახეთ კალმახელიძეს მაგალითზე, როგორი მანიაკალური გადახრები აქვს ამ ქალბატონს. ხო ქალს პირველ რიგში საქართველოს მასშტაბით ვიწახი, უნდა იყოს ეროვნული ქალბატონი. მას უნდა უყვარდეს თავის სამშობლო. ის არ უნდა იყიდებოდეს მამაკაცებისგან ფულზე. და თუ ისინი ამას აიძულებენ, მე თვითონ მაცაით და შეიძლება მაცაით ხო, მაგას ვიძახი, არ უნდა იყიდებოდნენ და ყველაფერი არ უნდა იკადრონ, რომ შეასრულონ. უნდა უყვარდნენ თავიანთი სამშობლო, უნდა იყვნენ პატიოსნები, ოჯახის ქალები და აი შემდეგ მე ასე მგონია რომ თუ ქალი არის პატიოსანი, ოჯახის ქალი უყვარს თავის სამშობლო, რა თქმა უნდა პოლიტიკაში იქნება ძალიან სუფთა. აი ესეთი ქალები უნდა იყვნენ ჩვენთან. და ესეთი ქალები ამბობთ რომ არ არიან საქართველოში. საქართველოში არიან ოპოზიციაში, მაგრამ ხელისუფლების ორგანოებში მე ძალიან სიმცირე ასეთი ქალბატონები. ჩვენ სინამდვილეში თუნდაც თელავში ესეთი ღირსეული ქალბატონები არ არსებობენ ქალბატონულალი. რომლებიც წყვეტენ, თქვა ციხეებში ბედს პატიმრების, თქვა სახელმწიფო პროგრამებში, საქართველოს მასშტაბით ეს ქალები არიან სიძვის ქალები, რომლებიც გაყიდული არიან და არ უყვარს არიანთი სამშობლო. საინტერესოა ასე არ მოიქცევა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა აზრი, როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოხდეს ქალთა პოლიტიკური აქტივობის ზრდა, კვოტირების გზით თუ წახალისებით? ანუ მე ისე ჩემს აზრსდავდგევარ, ეს უნდა მოხდეს ბუნებრივად, კვოტირების გზით და წახალისებით მე ვერცერთ ცუდად, ანუ ვერ ხვდები რა არის ცუდი ან წახალისებაში, ან კვოტირებაში. კი ბატონო, უბრალოდ როგორც აქ უკვე ქალბატონებმა აღნიშნეს, ეს უბრალოდ გაზდის ქალების რაოდენობას პოლიტიკაში და არანაირად არ იმოქმედებს ეს არც კანონმდებლობაზე, ვერ გახდება ეს კანონმდებლობა უფრო სოციალურად ორიენტირებული, ვერ იქნება, არაფერი არ შეიძლება. ისინი როგორც მოვლენ, ისე წავლენ, ანუ ამით კვოტირების შემოღებით და უბრალოდ რაღაც წახალისებებით შიდა პარტიულ დონეზე, ხო? ვიღაცის დასანახად კი გავსდით ამ გენდერულ ბალანსს, მაგრამ რეალურად რა შეიძლება ამაზე, ეს ხო ამაზე ვერ იმოქმედებს და რაც შეეხება ქალების აქტიურობას საქართველოში, ხო? მე ვფიქრობ, რომ ქართველი ქალი ძალიან აქტიურია ბუნებით. ჩვენ ისტორიულად ვართ ქალები, რომლებიც იბრძოდნენ კაცების გვერდით, როცა ამის საჭიროება იყო. ამიტომ მე ვფიქრობ, ამის სწავლება ჩვენთვის როგორ გავხდეთ აქტიურები, ცოტა არ იყოს რაღაც ჩემში მაგალითად ღიმილს იწევს. ჩვენ ბუნებით ვართ ევას შთამომავლები. ევა იყო პირველი ყველაზე აქტიური ქალი და ჩვენ ყველანი ვართ იმის შთამომავლები. ანუ ქართველი ქალს ამის სწავლება ჩემი აზრით არ ჭირდება. უბრალოდ ქართულ ქალს რაღაცა სხვა სჭირდება. მე ვფიქრობ, ჩვენ უფრო სხვა ასე ვთქვათ skills, სხვა უნარები გვჭირდება დავხვეწოთ იმისთვის, რომ მივიდეთ პოლიტიკაში, ვიყოთ ნამდვილად ღირსეული პოლიტიკოსები და დავმკვიდროთ რაღაცა ადგილი ამ პოლიტიკაში და არა ის, რომ გაგვიზარდონ კვოტირება, წაგვახალისონ. მე პირადად არასდროს არ მქონია სურვილი პოლიტიკაში წასვლის და დარწმუნებული ვარ, თუ გამიჩნდება ოდესმე ამის სურვილი, არც კვოტირებასთან იქნება ეს დაკავშირებული და არც წახალისებასთან. ანუ ეს უნდა მოდიოდეს, მე მგონი ინდივიდუალური მზაობიდან. შენ უნდა გქონდეს რაღაც სათქმელი იმ საზოგადოებისთვის, რომლის სამსახურშიც გინდა რომ მიხვიდე. უნდა გქონდეს რაღაც ღირებულებები, რომლის გამოც ხალხი დადგება შენ გვერდზე და ასე შემდეგ. ანუ ეს, რა ვიცი, პრინციპში მე მივესალმები, იყოს კვოტირებაც, იყოს წახალისებაც. შედეგი რა იქნება ამაზე? მე ნამდვილად მიჭირს ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება. დასაწყისში ბრძანა ესეთი ფრაზა, რომ აი დაუკვირდეთო თვითონ სიტყვა ქალის ჟღერადობას, რამდენად რბილად და რამდენად უფრო ლამაზად ჟღერს ვიდრე სიტყვა კაცი. და მე უბრალოდ არა კამათის მიზნით, არამედ უბრალოდ გავაგრძელებთ ნიკოს აზრს, რომ ერს, რომელსაც თავის ლექსიკაში აქვს სიტყვა დედაკაცი, იმას არანაირი ქალის აქტიურობის სწავლა მე მგონი განსაკუთრებულად არ ჭირდება. აქ ლაპარაკი არაზე, მით უმეტეს დღეს ჩვენი საზოგადოება, ხო ჩვენ ძალიან ხშირად ძალიან მწვავე საუბრების მომსწრე და ძალიან ხშირი კამათი მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო დროის საქართველოში განვითარებულმა განსაკუთრებულად ეკონომიკურ პოლიტიკამ ქართველი ქალი გადახვეწა თავისი ოჯახიდან 10,000 კილომეტრზე და მთელი თაობა გაიზარდა სკაიპით. ამაზე ძალიან ბევრ საუბრობს საზოგადოება, მაგრამ გამოსავალს სამწუხაროდ აი ამ პრობლემის გადასაწყვეტად ვერანაირად ამ მექანიზმს ვერ მივაგენით, იმიტომ რომ დღესაც ძალიან ხშირად აი მიბრძანდით ინტერნეტ კაფეებში, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ოჯახს არ აქვს თავისი პერსონალური კომპიუტერი. თქვენ რა გულისამაჩუყებელი დიალოგების მომსწრეები გახდებით. აი უბრალოდ ჟურნალისტები გადით და აი ჩვენს ცელაურ ინტერნეტ კაფეებში დაუდარაჯდით რა დიალოგები მიმდინარეობს შობლებსა და შვილებს შორის. ეს არის ნამდვილი ტრაგედია. ეროვნულ ტრაგედიამდეა აყვანილი. და ამის შემოქმედნი არიან სწორედ ქართველი ქალები, რომლებიც თავისი ოჯახის ფიზიკური გადარჩენის მიზნით მიდიან
უმძიმეს ფიზიკურ სამუშაოს ასრულებენ, მოდით ამასაც ღიად შევხედოთ თვალებში და არჩენენ იქიდან ზოგჯერ ერთ, ზოგჯერ ორ და ზოგჯერ სამ ოჯახსაც კი. ესეც პოლიტიკაა, ჩემო კარგო. მე თუ მკითხავ დღეს ის ქალბატონი კი არ არის პოლიტიკოსი, რომელიც ლამაზად დამაკიაჟებული ტელეეკრანიდან გმოძღვრავს. აი ეს რიგითი ქართველი ქალბატონია პოლიტიკოსი, რომელიც ამდენ ოჯახს გადაარჩენს თავის ირგვლივ თავისი ფიზიკური უმძიმესი შრომით. და მე როგორ ხალისიანები არიან და როგორ რეკავენ ისინი და ერთს არ დაიწუწუნებენ და არც კი ამ ლაპარაკობენ ამ თავის ტკივილზე. ახლა თუ ისტორიულ წარსულს გადავხედავ, ჩემთვის ყველაზე დიდი პოლიტიკოსი იყო 9 ძმა ხერხეულიძის დედა, როდესაც ერთი შვილი დაეცემოდა ბრძოლის ველზე, დროშას მეორე შვილს გადასცემდა. ესეც პოლიტიკაა. ამისათვის არც ლოზუნგები გჭირდება და არც მიტინგები. მოგესალმებით და გისმენთ. საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობის. მოგესალმებით თქვენ სტუმრებს და თქვენ სახელი აღგვიდგინეთ. მე მინდა ვთქვა, რომ მე მგონი რომ არ არის უაპირება აი საერთოდ ამ საკითხის. იმიტომ რომ თავარი მიდრეკილება ნაზარშენი ადამიანისა ქალისა არის ოჯახი, ხო? ქალის ფუნქციების შესრულება. ხო და მოდი წინა პლანზე, წინა ფრონტზე და ერთი არის ხუმრობა ცოტა რომ მე თუ ქმარიო ოჯახის თავია მე კიდე კისერიოს თაითაც მინდა მივაბრუნებო. ხო და აი სახში იყოს ის თავარი და უჩიოს ქმარს და კარგად წარმართოს ოჯახი. მე მგონი ისობია ეს ერთი მიზეზით. მეორე კიდე პოლიტიკა ცოტა აკურატული რამეა, ხო? აი გუშინ ვიყავით ამის შვიდედელები. საქმე იმაშია, რომ აი ეს ყველაფერი რომ აირიდოს, მოდი ოპციად სახში იყოს. საერთოდ კიდე ერთი ხუმრობაა, რომ ხელი არის დეკორატიული პოლი, ეს ასქესი. ხო და მოდი ქმარი მოხიბაშოვია სახში ვიდრე დიდ პოლიტიკაში. თუ განსაკუთრებული მიდრეკილებით აქვს, კი, მაგრამ აი ამ ხალხო, კითხვა თუ გაქვთ ჩვენს მოწვეულ სტუმრებთან ამ საკითხთან დაკავშირებით. ქალბატონი ფიქრობს, რომ ოჯახი არის ქალისთვის მთავარი, თქვენ თქვათ მის ამ პათოს იმ თვალსაზრისით, რომ თუ კი ქალბატონის მთავარი მოწოდება არის უპირველეს ყოვლისა ოჯახი და საზოგადოებაშიც თქვათ არ არსებობს მაინცსა და მაინც ძალიან დიდი დეფიციტი იმისა, რომ იყოს მაინც და მაინც ქალბატონი პოლიტიკაში, რა ჯობია ამას, იმიტომ რომ ეხლა ნამდვილად იცით რაშია საქმე, ჩვენ საკითხს მოდით ეხლა კი, ეხლა რა თქმა უნდა ჩვენს გადაცემას ქვია ქალი და პოლიტიკა, მაგრამ დღეს ჩვენ ეხლა ხომ არა გვაქვს ნორმალური ვითარება პოლიტიკაში, მოდით ვთქვათ ესეც, ხო? ის რაც ჩვენს გარშემო ხდება, ეს არ არის ასე ვთქვათ დავაგებული და დავარცხნილი პოლიტიკური და ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრება. ახლა განსაკუთრებით ბოლო დროს რაც ხდება ქართულ პოლიტიკაში, აი კომპრომატების ომს გულისხმობ, ხო? ქართულმა საზოგადოებამ რაც არ გაუგია ისეთი ორომტრიალი მოისმინა ცენზურული თუ არაცენზურული სიტყვებისა და ეპითეტებისა და აი ასეთ გარემოში და ასეთ პოლიტიკურ ვითარებაში ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, ახლა ქალბატონების ადგილი არის თუ არა. ახლა ცოტა რა თქმა უნდა ცოტა აბსურდულად გამოვიყურებით, მაგრამ მეორე მხრივ ვიცით რაშია საქმე. დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს ასეთი რეალობა, რომ მთელი რიგი ადამიანები და ჩვენ ამას ვხედავთ ჩვენი საარჩევნო არჩევნებამდე დარჩა 2 დღე, ხო? მთელი რიგი ადამიანები, ძალიან კარგი პროფესიონალები, ადამიანები რეალიზებულნი თავის პროფესიულ ასპარეზზე, დროებით მათ გადადეს თავიანთი პროფესიული საქმე, რომელიც მათ ძალიან უყვარდათ და მე ალბათ ორი ხელის თითი არ მეყოფა ჩამოვასახელო მათი გვარები, ყველა საზოგადოებამ იცის ეს გვარები, იმიტომ რომ უტრიალებს და დავიღალეთ კიდევაც ამ პოლიტიკური ამბებით. მათ გადადეს თავიანთი პოლიტიკური თავიანთი პროფესიული ასპარეზი და იძულებულები გახდნენ, მე არ მეშინია ამ სიტყვის, იძულებულნი გახდნენ რომ შემოვიდნენ ქართულ პოლიტიკაში, იმიტომ რომ დღეს ჩვენ საზოგადოებას ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე დღეები უდგას. და აი ასეთ ვითარებაში, იცით, როდესაც მამაკაცები, რომელთაც პრინციპში არ უნდა ესაქმებოდეთ არაფერი, სუფთა პოლიტიკა რასაც ქვია, კანონმდებლობა რასაც ქვია, საპარლამენტო ყოველდღიურობა რასაც ქვია, ხო? და ისინი იძულებულები არიან, რომ შემოიჭრან ამ სფეროში
იმიტომ რომ დღეს ამას საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს და ქვეყნის გადარჩენის ინტერესი მოითხოვს. ეხლა იცით რა არის ცოტა აბსურდისიაც რომ მსგავსებით, იმიტომ რომ ეხლა აი ქალები უნდა იყვნენ თუ არა პოლიტიკაში. თუ ეს ქალი იმსახურებს, ის უნდა იყოს პოლიტიკაში და თუ მას აქვს ამისი მოთხოვნილება, ის უნდა იყოს პოლიტიკაში და თუ მას კარგი გემრიელი კერძის მომზადება ურჩევნია და ღიმილიანი სახით თავისი მეუღლის დახვედრა, ის უნდა დახვდეს მეუღლეს. ეხლა ეს არის ორჯერ ორი. რა თქმა უნდა, პოლიტიკოსი უნდა იყოს პროფესიონალი, კაცი თქვენ. რა თქმა უნდა, ჩემო კარგო, პოლიტიკაში მამაკაცებსაც იგივე ეხებათ. ეხლა ამ შემთხვევაში ჩვენ რაღაცნაირად ისევ მიჯნავთ ამ სიტუაციას, იცით? რისი გაკეთება უნდა შეძლოთ კონკრეტულად, რომ იყვნენ პოლიტიკაში? იცით რა, მე გინდა გითხრათ, ჩემო თამუნა, როგორ საქართველოსზე ვოცნებობ? როდესაც მე მეტყვიან აი ამ რაღაცა კანონის შემოღებით, რომ ქალის პოლიტიკურ აქტიურობას კი არ ვახალისებო. აი მე ვახალისებ იმას, რომ ქართულმა ქალმა მეტად მიხედოს თავის გარეგნობას. აი დაფინანსდეს ეს, იყოს მეტად ქალური. რატომ უნდა იყვნენ ქალები? შეიძლება ამან ბევრი ჩვენს მაყურებელში ღიმილი გამოიწვიოს, მაგრამ რაღაცა იცი, რაღაც კარგი ტონი გახდა, თუ ქალი არის პრინციპული, თუ ქალი არის მამაკაცური თვისებებით და რაღაცა იმითი ვაჟკაცური, ქალი უნდა იყოს ქალი უპირველეს ყოვლისა და ძალიან ავად არის ის საზოგადოება, მე თუ მკითხავთ. ეხლა ცოტა გაუბრაზდი, მაგრამ მაპატიოს ჩემმა მსმენელმა, მაგრამ ეთქვა ქალურმა ინსტინქტმა იყილა ამ შემთხვევაში, რომ ძალიან ცუდად არის და დაფიქრდეს აბა ჩვენი საზოგადოება, ძალიან ცუდად არის იმ საზოგადოების საინტერესო მოვისმინოთ ჩვენი სადაც ვაჟკაცი ქალებია საჭირო. და თელაველების აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა იყვნენ ქალები პოლიტიკაში, ახლა ვნახოთ გამოკითხვა, რის შემდეგაც ჩვენ კვლავ დავბრუნდებით ეთერში. დღეში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. თელავის მაგალითზე რომ ავიღოთ, 9 პოლიტიკური პარტია ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მონაწილეობენ, აქედან მხოლოდ ერთი ქალია. თქვენი სეხნია. რა შეუძლიათ ასეთი, როგორ ფიქრობთ, ეს რატომ ხდება? ეს რატო ხდება და ეს არის პოლიტიკური პარტიების არჩევანი, ვის წარადგენენ მაჟორიტარ კანდიდატად. საერთოდ საქართველოს პოლიტიკაში ჩემთვის მე არა ვარ პროფესიონალი პოლიტოლოგი ან უბრალოდ კერძო ადამიანის ასო ამბობ, მე ძალიან ძნელად მესმის რა ხდება და როგორ ხდება. გადაწყვეტილებები ხშირად ემოციურ დონეზე არის მიღებული და კანდიდატებიც მე მგონი არჩეულია რაღაც სხვა პრინციპით, ჩემთვის გაუგებარი პრინციპით არის წაყენებული არჩევანი. არ ამგონი აქ რაიმე გენდერული დისბალანსი ედოს საფუძვლად ან სურვილი ვინმე დაიჩაგროს, ეს კანდიდატები წაყენებული არიან უბრალოდ. ახლა ქალი რატო არის მხოლოდ ერთი ქალი კანდიდატი წაყენებული? ზოგადად ქალის სიმცირე უკვე ვილაპარაკეთ, რატო არის პოლიტიკაში, რომ აქ ბევრი მიზეზია, მათ შორის ის, რომ ეს ქალები ხშირად ვერ იცლიან ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენად არიან ჩართული, რომ ვერ იცლიან სხვა საქმისთვის, იგივე პოლიტიკაში ჩართვისთვის, სხვა საქმის დაკავებისათვის ოჯახით არიან მოცული. მიზეზი იქვეძებოთ, რატო არიან ასე დაკავებული ამაში და ეს არის მთავარი მიზეზი. ხშირად მე გამიგონია, რომ ეს არის კაცის საქმე, ეს არის ქალის საქმე, არა მარტო პოლიტიკაზე. ეს დაყენება პრინციპში ჩემთვის არასწორია. ეხლა ფიქრია მშვენივრად, პრინციპულად თავისას გამოთქვამდა, თუმცა თავის ასე თქვა სინაზე და ქალურობა, ეს ქალურობას წყალებში გამოხატავ არ დაუკარგავს. ქალი შეიძლება იყოს პრინციპული, საქმიანი, ყველაფერი, მაგრამ მას პირობები უნდა შექმნას. მე ვერ გიპასუხებთ კითხვაზე, ერთი ქალი მაჟორიტარი რატო არის 9 კანდიდატს შორის. ეს უკვე პარტიებს უნდა კითხოთ. დიდი მადლობა. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ყურადსაღები და ეს კონკრეტული რეკომენდაცია თუ უნდა არსებობდეს აი ამ ბალანსის, გენდერული ბალანსის განსაზღვრისთვის? რა გითხრათ, ნამდვილად არ ვარ კომპეტენტური მაგ კითხვაზე პასუხი გაგცეთ, იმიტომ რომ მე არ ვიცი. მე პირადად არ მაქვს ესეთი რეკომენდაცია, როგორ შეიძლება ქალების მივიზიდოთ პოლიტიკაში. ხაბადნა ფიქრია მართალი თქვა, მე მგონი ჯობია ქალები მივიზიდოთ იქ, სადაც ისინი პროფესიონალები იქნებიან და სადაც შეძლებენ საუკეთესო თავის წარმოჩენას. ნებისმიერ შემთხვევაში ეს პოლიტიკა იქნება, სამზარეულო იქნება, სკოლა იქნება, უნივერსიტეტი იქნება. ქალი უნდა იყოს იქ, სადაც შეუძლია თავისი პოტენციალი მაქსიმალურად და
ყველაზე საუკეთესო წარმოჩენა, სადაც შეუძლია ყველაზე უკეთ ემსახუროს თუნდაც თავის ქვეყანას, თავის ოჯახს, არ ვიცი, თავის ხალხს. ეს ახლა რა არ ვიცი როგორ უნდა მიიზიდოთ. თქვენ თუ გეტყვით როგორ უნდა მიიზიდოთ, დავიმახსოვრებთ. მე ნამდვილად არ ვიცი. მე ჩემს გეტყვით ამასთან დაკავშირებით. ჩვენ არ უნდა ვეძიოთ ხალი პრობლემა ხალი პოლიტიკაში სად ნებისმიერ საქმეში ყოფით დონეზე უნდა ვეძიოთ გენდერულ ბალანსთან, როცა გვაქვს ლაპარაკი, იმიტომ რომ როდესაც ოჯახში ლაპარაკია, რომ მამაკაცის ტვინი სხვანაირად მოწყობილია და ის მეც უფრო ხარტად აზროვნებს ვიდრე ხალი, როდესაც ლაპარაკია ის, რომ ეს არის კაცის საქმე და ეს ხალის საქმე, იქ წყდება ყველაფერი. პარტიებს უთხრეს, რომ მეათე ხალი თუ იქნება, ყოველი მეათე ხალი იქნება, ვთქვათ, იმათ რაღაც შეღავათები მიეცემათ დაფინანსებასთან დაკავშირებით. აქ ამომრჩეველი წყვეტს მერე, ხო, ვინ აერჩიოს. ამომრჩევლის პრობლემა შემოდის. თუ ჩვენ უბრალოდ იმიტომ მივცემთ ხმას იმ პარტიას, სადაც ყოველი მეათე ხალია, მივიღებთ მართლად აქ არაერთხელ გაიჟღერა კრებულს ადამიანებისა, რომელიც რაღაცა ესეთი არაპოლიტიკური და არაპროფესიონალური ნიშნით ავირჩიეთ, არაპროგრამული ნიშნით ავირჩიეთ. მე ვამბობ, რომ უმჯობესია ყოფით დონეზე გადავწყვიტოთ, მენტალურ დონეზე გადავწყვიტოთ დამოკიდებულება მამაკაცსა და გენდერული თვალსაზრისით მამაკაცის და ქალის პრობლემებთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი მოგვარდება ნელ-ნელა. სხვა დონიდან უნდა დავიწყოთ, ვფიქრობ. არაეფექტურია ჩემი საზრით აი ეს. მოდით მოვისმინოთ მაყურებლის აზრი, თელაველების აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა იყვნენ ქალები პოლიტიკაში, შემდეგ დავბრუნდებით და ქალბატონო ფიქრია მოვისმენთ თქვენს მოსაზრებას. ქალები უფრო ესე ვფიქრობ, მეც გავაკეთებთ ვიდრე კაცები, რადგან ჩვენ უფრო გულთან შვილ ყველაფერი ახლოს მიგვაქვს, ყველას გაჭირვება და ამიტომ. რატომ ასაა რა, მამაკაცი ნაკლებიც არის. ოჯახის დედა არის, დიასახლისი არის, საქმეს კარგად აკეთებს. დინჯი მარა, მაინც მამაკაცი ფსიხდება, ხალი არა ფსიხდება. ისაღები ნამდვილად არის, ხალი პოლიტიკაში აუცილებელია. ხალის აზროვნება აუცილებელია, რომ იყოს წარმოდგენილი. იმიტომ რომ ხალი უფრო მობიერია და უფრო სხვანაირი აზროვნება აქვს და ხან რიგ შემთხვევებში უფრო მე პირადად გამოცდილი მაქვს, რომ უფრო რეალურად აზროვნებს სხვადასხვა საკითხებში. იმიტომ არის ხალი პოლიტიკაში საჭირო, რომ ის აუცილებელი ხალია და უფრო ხალხი მორიდებულად ემყრობა და ხალი ყოველთვის წესიერად ასრულებს თავის მოვალეობას. ქალები უფრო მეტი დაფიქრებულები არიან ალბათ. მაგალითად ახლა ვინც კარგი პოლიტიკოსია, გინდა იყოს ეს მამაკაცი, გინდა იყოს ქალი, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ აი მეტი წილი მე მგონი გარკვეულად უფრო შეიძლება ქალებიც კარგად, იმიტომ რომ მაინც პრაქტიკულები არიან. პრაქტიკულები და უფრო კარგად მოერგებიან. თორე არა ახლა მაგას რა, ვინც კარგია, კაციცაა, ქალიცაა. მისაღებია. რატო? იმიტომ რომ ხალხთან უფრო შეიძლება ლაპარაკი ვიდრე კაცთან. ახლა კაცებს უმეტესობა გაიხსნა და ქალები მაინც ცოტა თავშეკავებულები არიან. იმაჩნია რომ უნდა იყოს ქალი პოლიტიკაში, იმიტომ რომ ქალებს უფრო გამჭრიახი გონება აქვს და წინდახედულება. არანაკლებ. გონია რომ უფრო უკეთესათაც, უფრო მეტი პასუხისმგებლობით და მონდომებით. ქალი პოლიტიკაში გონება ჰქონდეს, ნიჭიერი იყოს, ესმოდეს და ქალია თუ ბიჭია რა მნიშვნელობა აქვს. უცოდნა არა, ყველა პოლიტიკოსად რო აცხადებს, არც ეგ არის ლამაზი. მისაღები როგორ არის მისაღები? რატომ არის მისაღები? იმიტომ რომ ეს ადამიანი შვილების დედა, მეუღლები ყავს, ოჯახი ყავს და ესეც უნდა იყოს. იმდენი განათლებული ქალები ყავს, მისაღები ეშველა. მამაკაცებზე უკეთესად ვერა, მაგრამ მისდევენ მაინც. დაბალანსებას რა გეტყვი? ვერ გეტყვი, ქალები უფრო ცოტანი არიან. ბატონო ფიქრია რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, აუცილებელი და ყურადსაღები, რომ გენდერული ბალანსის გაუმჯობესება მოხდეს ჩვენს ქვეყანაში? უნდა მოწესრიგდეს ორი უმნიშვნელოვანესი სფერო. უპირველეს ყოვლისა ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური რეალობა. იმიტომ რომ ბრძოლის ის მეთოდები, მე ვიტყოდი პოლიტიკური ცხოვრების დაბალი კულტურა
არც თუ ისე მომხიბლავს ხდის პირადად მაგალითად ჩემთვის პოლიტიკაში ჩართულობის. და მეორე მე გავიზიარებ ბატონი დავითის აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ სანამ ჩვენი ელემენტარული ყოფითი პირობები არ იქნება მოწესრიგებული, რა თქმა უნდა ძალიან გაძნელდება საუბარი სრულ ჩართულობაზე ქალთა მხრიდან, რომ მათ მოახდინონ თავიანთი ძალების სრული რეალიზაცია პოლიტიკურ სარბიელზე. იმიტომ რომ იცით რა არის, აი ჩვენ რაღაცა ისეთი კლიშეებით ვაზროვნებთ და კლიშეებით ვცხოვრობთ. აი მაგალითად ვთქვათ, თუნდაც აი ესეთი კლიშე, რომ ვთქვათ ეს არის უფრო ქალური პროფესია. ნუ დღეს სოფლიოში აღარ არსებობს ქალური და მამაკაცური პროფესიები, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ დასავლეთის და წარმატებული ვთქვათ ჩვენზე უფრო განვითარებული ქვეყნების მაგალითზე, რომ ქალები ძალიან აქტიურად მონაწილეობენ როგორც ვთქვათ თავდაცვით ძალოვან სტრუქტურებში, აგერ პოლიციის რიგებში. ეხლა ეს ცოტა რაღაცა იმას მაგონებს, იცით, რომ აი ვთქვათ პატრულის მეწყვილე, ვთქვათ ერთი ქალი უნდა იყოს და ერთი მამაკაცი, ან მანდატურები, რომელიც სკოლაში შეუშვეს, რომ ერთი ვთქვათ ქალბატონია და მეორე მამაკაცი. ნუ გასაგებია ვთქვათ იქ რაღაცა ეს ძალიან ბევრი პრობლემები და ძალიან პრობლემების აი ფართო სპექტრის გაანალიზების შედეგად ხდება ასეთი დიფერენციაცია, მაგრამ რაც შეეხება აი ზოგადად ჩვენ თუ ვიმსჯელებთ აი ზოგად რეკომენდაციაზე, რამ შეიძლება მოამრავლოს ქალბატონების სამომავლოდ ჩვენს პოლიტიკაში. ისევ და ისევ პოლიტიკური კულტურის განვითარებამ და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა წამყვანი სიტყვა ეთქმის სამოქალაქო საზოგადოებას და სამოქალაქო საზოგადოებისკენ უნდა ვიაროთ ჩვენ ყველამ თუ გვინდა რომ მეტად დავიხვეწოთ ჩვენს პოლიტიკურ სარბიელზე და მეორე რომ მოწესრიგდეს ჩვენი ყოფა რომელიც დღეს ახლა მე არც თუ ისე პატარა გახლავართ ასაკით და რაც თავი მახსოვს ჩემმა თაობამ აი როდესაც ჩვენ დავამთავრეთ უმაღლესი სასწავლებელი აიქიდან მოყოლებული მე 99 წელს დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი აიქიდან მოყოლებული ჩემი თაობა რომ გამოვიდა ქუჩაში საპროტესტო მიტინგებზე დღემდე ქუჩაში ვართ და ალბათ ყველანი დავიღალეთ ზარია ეთერში მოგესალმებით და გისმენთ ალო გისმენთ გენაცვალ მოგესალმებით ყველას გილოცავთ დღეს ალავერდობა მოგილოცავთ და თვითონ ესეთი კომენტარი გავაკეთო გადაცემას ქვია ქალი და პოლიტიკა ძალიან სამწუხაროა მაგრამ მინდა გისკაცო საქართველოში ქალები არ არიან დედაკაცები და საქართველოში პოლიტიკა არ არსებობს ეს ერთი მეორე კიდევ მინდა გითხრათ ბატონი ფიქრია ის და ქალმა თქვა რომ ქალები უნდა ვიყოთ პოლიტიკაში ჩვენ საქმეს გავაკეთებთ და აი გამოკითხულთა შორის როდესაც ეს შემზარავი ფაქტები ვიხილეთ, რაც საქართველოს ციხეებში ტრიალებდა თურმე, რამდენი ქალი იდგა გასაპროტესტებლად ის მოედანზე, რამდენიმე, ხო? მაშინ როდესაც 11 დედა ქალი სახში არ უნდა დარჩენილიყო და თავისი სამოქალაქო პოზიცია და პროტესტი უნდა დაეფიქსირებინა ძალადობის წინააღმდეგ. მე ვიცი იმის მომენტა შემოკარგებო, რომ საზოგადოება თუ არ მომწიფდა იმისთვის რომ ვაშვათ აქტიური ქალი, რომელიც ყოველთვის იდგება იქ, სადაც უნდა იდგეს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ფუჭია ახლა ეს ლაპარაკი, რაზეც ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ. არ არის საზოგადოება ამისთვის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. უბრალოდ მაყურებელს ფიქრიას არ ვეთანხმებს და დიძახის რომ აი ქალი უნდა იყოს გადაპრანჭული, მაგერს და ნაზი. თქვენ და მე ერთად ვიყავით, როდესაც იყო საპროტესტო გამოსვლა. ქალბატონო ფიქრია თქვენ ალბათ იპრანჭებოდით, როდესაც აძლევთ ინტერვიუს, რომ აი ასე მოხდა, მე ვერ გავიპრანჭებოდი. მე რომ დავინახე, როგორ იყო მამაკაცები გაუპატიურებულები, გონები იყო ნაწამები, ამოღებული ნაწლავები, მე შევძახებდი და თქვენ გინდა ჩამეთვალეთ რომ მე ვარ ვაშკაცური და არ ვარ გადაპრანჭული. ძალიან შევხედოთ და არა გადაცემა, მაგრამ ასე არ უნდა დაყოთ რომ გავინაზოთ, ვერ გავინაზები. თქვენ ვერ გამიგეთ. ამას თათარმონღოლია არ გიკეთებდა. არა, თქვენ ვერ გამიგეთ. მე ვთქვი რომ არის ჩემი აღშფოთება, პროტესტი რომ მე შეიძლება კაცზე უფრო მგელი გავხდე აი ამ დროს. მაყურებელმა ნაკლებად აქტიური ქალები და მაკიაჟი დავდგე ნაზად. მე ვერ გავინაზები. არა, მე ძილი არა მაქვს იმის შემდეგ და არა სინაზე, არამედ პროტესტი და საზოგადოება დაინახავს რომ ვინ იპრანჭება და ის მოხდა ეს. არა, მე მინდა გითხრათ ქალბატონო ლალი. შეიძლება რომ გავცე პასუხი. თქვენ როგორც ჩანს, ჩემი ნათქვამი ბოლომდე ყურადღებით არ მოგისმენიათ და ვერ გაიგეთ, იმიტომ რომ თქვენ დღესაც ეთერში არაჩვეულებრივად ლამაზად გამოიყურებით, ეს არ მიიღეთ, გნებავთ როგორც კომპლიმენტი, გნებავთ როგორც რეალობა. არა, სხვა რაღაცა ვიგულისხმე. მე ვიგულისხმე რომ მე ვოცნებობ ისეთ საქართველოზე, სადაც ქალბატონები
ძალიან ქალურები ძალიან კომპეტენტურად ისაუბრებენ პოლიტიკაზე. ქალაჩუნად ხდიან ჩვენი ხელს როგორ ვიქნები ჩვენ ქალები როგორ ვიქნები ჯერ ჩვენ მამაკაცის მისია გვაქვს და სწორედ მაგას ვამბობ რომ დაავადებულია ჩვენი საზოგადოება ეს მომდის ემოციურად ეს ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა იმიტომ რომ მე ამ ძინავს იმ კადრების შემდეგ ასევე დასავლეთით წავიკითხე არ ვიცი მე ეს ჩემი თუ შეიძლება რომ მაყურებელს გამოვიხმაურო გავიცი ქალბატონ ფიქრია ხო მაგრამ თემის განს უყოველთვის შორს მიდიხართ და მაინც და მაინც ციხის ამბავს უბრუნდებით მე დაპროგრამებული ვერ ვიქნები კარგით ქალბატონო ლია არსებობს თუ არა კონკრეტული რეკომენდაცია გენდერული ბალანსის გაუმჯობესებისთვის გენდერული ბალანსის გაუმჯობესებისთვის კონკრეტული რეკომენდაცია არ შეიძლება რომ არსებობდეს ეს არ შეიძლება ეს იმ შემთხვევაში ხდება როდესაც თვითონ ქალი ჩათვლის აუცილებლად რომ მე უნდა ვიდგე მამაკაცების გვერდით მე უნდა ჩემი სამშობლოს წინსვლა სწორედ აი ამით დავაფიქსირო რომ ვიყო მამაკაცების გვერდით თუ ქალმა არ მოინდომა თუ თვითონ აი მის შინაგან ბუნებაში არ დევს ის არ დევს ის რომ აუცილებელია იგი იდგეს მამაკაცებთან ერთად და ერთნაირად გასწრიონ ის უღელი რომელსაც ჩვენ საზოგადოებრივ ცხოვრებას ვეძახით აი მხოლოდ ასე სხვაგვარად ბალანსი გენდერული ხელოვნურად არ გაკეთდება არ შეიძლება მადლობა ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო თინიკო ხშირად ეს გენდერული ბალანსის პრობლემა დგას ეთნიკურად დასახლებულ სოფლებში თუ ქალაქებში ძალიან მოკლედ რომ გითხრათ ბატონო ანუ ეგ ძალიან მარტივი პასუხი აქვს მაგას ეს ეთნიკური უმცირესობები როგორც წესი გამოდიან თავიანთი ცხოვრების ანუ სხვანაირი ცხოვრების სტილი აქვს სხვანაირი რელიგიური მრწამსი აქვს ყველაფერი ეს რასაკვირველია გავლენას ახდენს ხალხის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე ქალის როლზე ამ საზოგადოებაში და აქედან გამომდინარე ახლა ვერ ანუ მე არ მჯერა რომ ეს შესაძლებელი იყოს რომ თავს მოვახვიოთ ამათ ანუ აი ქალბატონო მე ძალიან მომეწონა იმ ქალბატონის ჩართვა რომელმაც დარეკა იმიტომ რომ აბსოლუტურად ვეთანხმები სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა შვას ის ქალი რომელიც შევა პოლიტიკაში როგორც ღირსეული პოლიტიკოსი აქედან გამომდინარე იგივე იმ ეთნიკურმა უმცირესობებმაც თვითონ უნდა განვითარდნენ და გახდნენ ის იმ დონის სამოქალაქო საზოგადოება თვითონ უნდა შვან ის პოლიტიკურად აქტიური ხოდა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი პოლიტიკოსი ქალბატონები ამას მე არ ვიცი მე ნამდვილად არ მჯერა იმისი რომ ეს შეიძლება ხელოვნურად იმიტომ რომ ყველაფერი ხელოვნური ადრე თუ გვიან თავის ამოჭამს და არ იქნება სიცოცხლის უნარიანი ბატონო და თქვენ როგორ ფიქრობთ ეს აქტიურობა მხოლოდ ეროვნული მრწამსიდან გამომდინარეა და მათ მხოლოდ იქიდან გამომდინარე არ შეუძლიათ იყვნენ აქტიურები თუნდაც პოლიტიკაში ეროვნული მრწამსის უსხვაცნება აქ ლაპარაკია გარკვეულ კულტურალურ თავისებურებებზე ფასეულობებზე თუმცა აქვე მინდა ვთქვა ჩვენ ცხოვრობთ საქართველოს სახელმწიფოში შეიძლება არც ისე ძლიერში და ისეთ ვთქვათ განვითარებულში როგორც ჩვენ გვინდა იყოს მაგრამ არსებობს ამ ქვეყანაში კანონმდებლობა რომელიც ასევე საჭიროებს ძალიან დიდ გადახედვას იგივე გენდერული ბალანსის თვალსაზრისით რომელიც უნდა შესრულდეს როგორც არ მიყვარს მე ეროვნებებზე ლაპარაკი როგორც ეთნიკურად ქართველებისთვის ასევე ეთნიკურად არაქართველებისთვის რაც შეეხება ახლა ქალია ყველგან ახლა სქესი ქალია და სქესი მამაკაცია იქ უფლებები ანაში უნდა დაიცვას ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ ის კულტურალური თავისებურებები რომლებიც ამ ეროვნებებს აქვს ჩვენთან და არ უნდა შევიჭრათ უხეშად მაგრამ ადამიანის უფლება არ უნდა დაირღვეს არავითარ შემთხვევაში ეს ჩვენი ქვეყნის მე მგონი ჩვენ საზოგადოების ქვეყნის არა პრინციპი უნდა იყოს მე ასე მწამს რაც შეეხება ახლა რა შეიძლება გაკეთდეს მე ვთვლი რომ მნიშვნელოვანია გადაიხედოს როგორც შრომითი კანონმდებლობა ასევე ბევრი სოციალური მხარდაჭერის საკითხი შრომით კანონმდებლობას რატო ვამბობ კი განსაზღვრულია იქ დეკრეტული შვებულება ქალისთვის ხო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ქალის ცხოვრებაში ყველა თვალსაზრისით როდესაც შვილს აჩენს მაგრამ ამ დროს ის დროებით შრომის უნარო ხდება იმიტომ რომ ცუდი გაგებით არ ვამბობ ამ დროს სამსახურს ვერ ასრულებს ხო ხშირად ხდება ქალისთვის უარის თქმა სამსახურში მიღებაზე რომ ის შეიძლება გახდეს დედა და დეკრეტული რას გულისხმობს ხარჯი გაიზრდება იმიტომ რომ მეორე ადამიანი უნდა იყვანონ ამასაც ფული უხადონ იმასაც
ბევრი პრობლემა არის ისეთი, რომელიც ესეთ მაღალფარდოვან სიტყვებს უკან იმალება, კონკრეტულია. კანონმდებლობა უნდა გადაიხადოს, აგერ საბავშვო ბაღები ვახსენე, რომელიც ფასიანია, ანუ სოციალური პოლიტიკა უნდა გადაიხედოს ზოგადი შრომის მოწყობა, როგორი უნდა იყოს ჰიგიენა შრომისა და ასე შემდეგ. ამას სჭირდება ძალიან პროფესიული კვლევა, ობიექტური კვლევა და ობიექტური პასუხი ამ ყველაფერზე. აი ეს არის ტელერის თქმა შემიძლია. ქალბატონ ლალის მიმართავ, ქალ ამომრჩევლებს რა რჩევას მისცემთ წინა საარჩევნოდ? როგორ რა თქმა უნდა იაქტიურონ, ჩვენი ქალბატონები ძალიან ბრძენი ნიჭიერი ქალბატონები ყავს და უნდა მისცენ ხმა მათ ვისაც თავიანთი ცხოვრებით უყვართ თავიანთი ქვეყანა. იმიტომ რომ ქალბატონებმა დედური საწყისია და არ შემედავებიან რომ ჯერ თავისი შვილი უყვართ და შემდეგ სხვისი შვილი. ეს არის ბუნებრივი ჭეშმარიტება. ჩემო ქალბატონებო, საყოველო ქალბატონებო, რომელ პოლიტიკოსაც უყვართ თავისი სამშობლო, თავის ქვეყანა, არის ეროვნული და გული ეტკინება არა იმაზე რომ აი ეს ფანჯარა მოიღვა და ფასდები უნდა იყოს ლამაზი, თითოეულ ადამიანზე და იქნება კასტმოყვარე, აი ამას მიეცით ხმა. და მას მის გვერდით დადეკით. არა ის ვისაც მარტო უყვარს ფასადები და უსულო საგნები. ვისაც თავის ქვეყანა, თავის სამშობლო, იმიტომ თუ სამშობლო გიყვარს, ესე იგი ღმერთიც გიყვარს. ესე იგი ხარ მორწმუნე. ამიტომ ჩვენ თუ მოვიყვანთ ხელისუფლებაში მორწმუნე ადამიანს, ეროვნულს, ჩვენ ყოველას ვიცნობთ ალბათ, ყველა პარტიელი ვის რა ცხოვრება აქვს გავლილი, არ არსებობს ის ჩვენ გავგიფრთხილდება. ჩვენ აღარ გავიქცევით აქ საქართველოსთან, თელავიდან. არ შემოვლენ სხვა ტომები და ისინი მათი მოახლეები აღარ ვიქნებით. ისინი ჩვენთვის იქნებიან, იმიტომ რომ იქნებიან ეროვნული და მორწმუნეები. ქალბატონო სვეტა, თქვენ რას ეტყვით ქალ ამომრჩეველს? წინა საარჩევნოდ. რა რჩევას მისცემთ? ყველა ამომრჩეველს ურჩევ რომ თავისი სურვილი, თავისი აზრით, ვისაც ეკუთვნის, ვისაც თვითონ უნდა არავისი გავლენის ქვეშ არ მოექცეს, მოკლედ ისეთი არჩევანი გააკეთოს. ქალბატონო ლია გისმენთ? რჩევა აი ახლა რომ მისცე რომელიმე თავს აი შენ აი ეს უნდა აირჩიო ან ეს უნდა აირჩიო ეს არის ძალიან რთული საქმე და მე მეჩვენება რომ არა კანონზომიერი ყველას აქვს თავისი შეხედულება ხო ამა თუ იმ პარტიაზე ამა თუ იმ ადამიანზე და ამა თუ იმ ადამიანის ვინც დეპუტატები არიან მათ ცხოვრებაზე და განვლილ გზაზე აი არ შეიძლება ურჩიო მე მხოლოდ ერთი შემიძლია მიმართო ჩვენ ქალებს რომ რაც შეიძლება გონივრულად გადაწყვიტონ გადაჭრან ეს საკითხი ჯერ თავის თავში და შემდეგ მივიდნენ საარჩევნო ყუთთან. ისე არ შეიძლება. არც არავის კარნახით არ შეიძლება ეს, არც არავის რჩევით არ შეიძლება. ეს თვითონ პიროვნებამ უნდა გადაწყვიტოს თავის თავში. ქალბატონო ფიქრია გისმენთ? ჩემი რეკომენდაცია იქნება ძალიან მარტივი. ვინაიდან ჩვენ გადაცემას ქვია ქალი და პოლიტიკა, დღეს თითოეული ქართველი და არაქართველი ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ქალბატონის პოლიტიკური ერთი ამომრჩევლის ვალი საზოგადოების მომავლის წინაშე არის სამოქალაქო აქტიურობა არჩევნებზე. და მე თითოეულ ქალბატონს მოვუწოდებ, რომ თავისი პოლიტიკური ვალი მოიხადოს სწორედ ამ თავისი შვილების, თავისი ქვეყნის წინაშე, იმ მომავლის წინაშე, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ავაშენებთ და მივიდნენ საარჩევნო ურნებთან, გააკეთონ თავიანთი არჩევანი და თავიანთ ოჯახის წევრ მამაკაცებს ასევე სამოქალაქო აქტიურობისკენ მოუწოდონ. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გადაცემა, რომელიც დღეს წარმოგიგინათ საქართველოს რეგიონულ ტელემაუწყებელთა ასოციაციამ და თელავის ტელეკომპანია თანამგზავრმა დასრულებულია. მე ყველა თქვენგანს გემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ. ქალები პოლიტიკაში. ისეთ ქალი ნაკლებად აგრესიულია და გადაწყვეტილების მიღების დროს ის უფრო მოქნილია და წინდახედული. ქალი სიცოცხლის საწყისია და მომავალს ქმნის და კიდევ იმიტომ რომ მას შეუძლია გააუმჯობესოს პოლიტიკა. ქალებს უფრო ახლოს მიაქვთ გულთან სხვების გასაჭირი
დაპირებებსაც არ ივიწყებენ. ქალები მოგეხსენებათ ძალიან დიდი დიპლომატები არის. კაცები ცოტა უფრო ხისტები გამოდიორთ. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ქალები პოლიტიკაში.